93 წელს წავიდნენ მშობლები სამშობლოში. დაბრუნდნენ. თქვენ მაშინ იყავით 34 წლის და მაშინ რა პერიოდი იყო საქართველოში ყველა მიწის სრული განუკითხაობა, ქაოსი. კი ბატონო. გქონდათ საშუალება რომ წასულიყავით აბსოლუტურად დალაგებულ ქვეყანაში საცხოვრებლად. რატო არ წახვედით? რატო არ წავედი? კი ბატონო. ნუ ჯერ ეს ერთი მაშინ იმ პერიოდში მე მუშაობდი იყო ესეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ექიმების საზღვრების გარეშე. Doctors Without Borders. ესპანური სექცია იყო Médicos Sin Fronteras. ვიყავი ლოგისტი თარჯიმანი. მანამდე ვიყავით აფხაზეთში, სოხუმში. მე ვიყავით სვანეთში, ეს ტოვიულები რომ სვანეთშიც ვიყავით 2 კვირის განმავლობაში. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ მე სულ ყოველთვის ვიზახი ახალგაზრდობა რამდენად ძლიერია, რომ ეს ყველაფერი არ გახსოვს. და იმ მომენტში მე ის არ მახსოვს, აი სტრესი, სერიოზული სტრესი როგორც ესეთი არ მახსოვს. იმის და მიუხედავად რომ რა ვიცი, იქ ყველაფერი გვაქვს ნანახი. ცუდიც და კარგიც. ერთი ისტორია იყო ძალიან ესეთი საინტერესო, გასაგებია რომ დენი არ იყო სოხუმში. და ჩვენ ვიყავით პროექტი უნდა გაგვეხსნას და დაგვაბინავეს ლეჩკომბინატის პალატაში. ნუ იქაც პრაქტიკულად სარიელი იყო. ერთ-ერთ პალატაში მე ვიყავით და ერთი ფრანგი ლოგისტი იყო მარიდეკული ახალგაზრდა გოგო. და ნუ ყავა ქონდა წაღებული ის მშრალი სპირტი, როგორც ესეთი, მაგრამ აი დასადგამი ხო, ის არ ქონდა და მარი მოხსნა სამაჯური ქონდა ესეთი, რაღაც ქვებით რომ აღმოჩნდა რომ იყო პლასმასის, დადო სამაჯური ეს მშრალი სპირტი მახსოვს და რაღაცაში აი ეს მოხარშეთ ეს ყავა, ის პლასმასი დადნა, ბუნებრივია და მე მარის უთხარი, მეუთხარი მარი მეთქი აუცილებლად ასე ვთქვათ, გიყიდი სამაჯურს სახსოვრად, რომ აი ეს მომენტი გვახსოვდეს. აი ეს ყავა, ამ სიმწარით მირთმეული, მომზადებული ყავა, რასაც ქვია. ძალიან რთული პერიოდი იყო. მე აქ ოჯახი, ბავშვები, პატარები, მე ძალიან მიყვარ, ძალიან მიჭირს აი მაგას რაღაცის გამოსვლა, აი მაგალითად მანქანის გამოსვლა მიჭირს. ოღონდ სერიოზულად, ანუ ძალიან უნდა გამიბრაზდეს მანქანა, ძალიან, ანუ უნდა ჯორივით, ვირივით დადგეს, რომ ვიფიქრო მანქანის გამოსვლაზე. არა კომფორტულად ვცნობ თავს. ფაქიზო ყავდა 16 წლის იყო მე მომდი რომ შეგიძლია. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ფაქიზოს ვეძახი, ტერენო TSS ჯიპი Nissan Terano იყო. და ფაქიზოს ვეძახდი, ანუ ვირი იყო რაღაც სასწაულში. ნუ მაშინ მომეწია მანქანის გამოსვლა და იმის მერე მანქანა არ გამომისვლია უკვე რამდენი ხანი. უკვე რამდენია 14 წელი მანქანა არ გამომისვლია. მიჭერს მოკლედ რო ვთქვა ცოტა თუ გნებავთ რა ვიცი კონფორმისტი, რა ვიცი კი ბატონო. ანუ ძალიან ასე ვთქვათ მიბმული ვარ რაღაც გარკვეულ გარემოზე, სახზე თავის თავცხადია და ასე შემდეგ. არ ვიცი რაღაც ზუსტი რაღაც გარკვეული გამარტება ახსნა ამის არ არის, მაგრამ ნუ ალბათ ეგ არის რა. ეგ არის და ის რომ რა ვიცი გიყვარს ადგილი, სადაც დაიბადე, გიყვარს რა თქმა უნდა შენი ქალაქი. და ერთმა მადრიდში ვარ ფანტასტიკურ ადგილას. ბრათა ორიენტეზე რაღაც აი განსხვავებაში მზე, კაფე, ფანტასტიკური ყავა, იქ რაღაცა და ზის და მეკითხება. აქ რა იქ რა გინდაო? სადმე იქ? ბიჭო, ფანტასტიკური ქვეყანაა და რა გინდაო იქ საქართველოში? ეს ვინ კითხათ? არ დავასახელე. ერთ-ერთი ასე ვთქვათ რეჟისორი. არა, რა ვიცი. მამა ხო არ იყო მეთქი? არა, არ იყო.
მამა ესეთ რაღაცას არ მკითხავდა. და ზუსტად ქონდა სურათები. ყვავილების, აგარაკის. ყვავილები და ვაჩვენეს სურათები, ამ ხა არა მაქვს აქ. ყვავილების სურათები და უთხარი აი ამიტომ. აღარ გაუგზელებია გამოკლება რატო და რა. რამდენად მისაღები იყო მისთვის, ცოტა ისეთი ასე ვთქვათ. შეიძლება ცოტა რომანტული პასუხია, მაგრამ უბრალოდ სიმბოლური არის, რომ რაღაცაზე ხარ მიჯაჭული რა, რაღაცის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება.